ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო არის მნიშვნელოვანი მოვლენის პრეზიდენტის ინაუგურაციის მოლოდინში. ეს არ არის რიგითი შემთხვევითი პოლიტიკური აქტი, არც ერთი კონკრეტული პირის ინაუგურაციის თემა. მოლოდინი უკავშირდება მსოფლიოს მასშტაბით მოსალოდნელ ცვლილებებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების შიგნითაც ძალიან ბევრი ცვლილებების მოლოდინია. ჩვენ ვიცით პრეზიდენტ ტრამპის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ათეულობით ბრძანებას პრეზიდენტისას პირველივე დღეს უნდა მოაწეროს ხელი. ცხადია ეს თემებიც გვაინტერესებს, მაგრამ ჩვენი საწუხარი პირველ რიგში უკავშირდება მოლოდინებს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას განსაზღვრავს საერთაშორისო ურთიერთობებში ჩვენს რეგიონთან მიმართებაში. ამ დღეების განმავლობაში თქვენ ამერიკული პოლიტიკური ელიტის და ახალი ადმინისტრაციის არაერთ წარმომადგენელს შეხვდით. მათ შორის მე ვიცი, რომ იმ მიღებაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თქვენც იმყოფებოდით, გითხარით უფრო მეტი ამის შესახებ და ზოგადად იმ მოლოდინებზე, რომელიც როგორც ამერიკაში, ასევე პირადად თქვენ გაქვთ ტრამპის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით. საღამოშიდობისა თქვენ მადლობა შესაძლებლობისთვის. კარგით რომ დავიწყოთ, მე მგონია რომ საქართველოს ინტერესებისთვის რაც ამ შემთხვევაში იდენტურია ქუჩაში მიმდინარე პროტესტის ინტერესებთან, თუ ეგ არის საქართველოს ინტერესი, ამ ინტერესს გამოხატავს ის ხალხი, ვინც აპროტესტებს დღევანდელ ივანიშვილის რუსული სულისკვეთების რეჟიმს. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ფიგურამ, რომელსაც აქვს ეს ერთადერთი აფიო პოლიტიკური მანდატი ისაუბროს პროტესტის სახელით და აქვს სტატუსი და მისი პოზიციით დაიმსახურა ეს ლეგიტიმაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილს ქონა შესაძლებლობა რომ პირადი კონტაქტი დაემყარებინა და ინტერაქცია ქონოდა მოსაკონცერტო მდივან რუბიოსთან, რაც გადაწყვეტილი საკითხია, რაღაც აუცილებლად თუ არ მოხდა თავდაცვის მომავდივანთან ექსერტთან, იქ არ არის ესეთი ნათელი გამტკიცების საკითხი, მაგრამ უფრო ამისკენ იხლება მომენტში ისე როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, თავმჯდომარე ჯონსონთან, ბევრ სენატორთან ძალიან კონგრესმენ უილსონის დახმარებით ეს ძალიან კარგად ნახა ქართულმა საზოგადოებამ, რომ რა მასშტაბის ინტერაქცია ჰქონდა მას. ჩვენ გვაქვს რთული ამოცანა იმ პირობებში, სანამ ყავს ის ხელისუფლება, რაც ყავს ივანიშვილის რეჟიმის სახით. ჩვენ გვჭირდება, რომ ამ ახალ რეალობაში, როცა იცვლებიან ადამიანები, ვინც დაკავებული იქნებიან ჩვენი რეგიონით, საქართველოთი, და როდესაც შიდა დისკუსია მიდის შეერთებულ შტატებში, კერძოდ გამარჯვებულ რესპუბლიკურ პარტიაში, ტრამპის გარემოცვაში, სხვა ფრაქციებს შორის, იმაზე, როგორი უნდა იყოს პრიორიტეტები ამერიკის საგარეო პოლიტიკის, სად უნდა დაიხარჯოს მათი პოლიტიკური რესურსი, ჩვენ ვიყოთ ამ დღის წესრიგში ჩვენი ეროვნული ინტერესების წარმოადგენელი. და როცა არ ყავს მთავრობა, რომელიც ამაზე მუშაობს და რომელიც დაპირისპირებულია თავისუფალ სამყაროსთან, ეს ამოცანა ძალიან რთულდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ უმაღლეს დონეზე საქართველოს პრეზიდენტს ქონა საშუალება იმ საერთო გზავნილის მიტანის, რაზეც მან ისაუბრა შემდგომში Fox ტელევიზია, Fox-ის ეთერში და საინტერესო დეტალია, რომ აქ არის ტრადიცია, ჩვენი შეხვედრები რეალურად არის ნაწილი იმ ტრადიციის, რომელიც ინაუგურაციის წინ აქ არსებობს, ცვლილებების და მიღებების მოწყობა იმ ადამიანებს შორის, ვინც არიან მოწვეული, პოლიტიკურ კლასს შორის, რაც გაქვს საშუალება არაფორმალური ინტერაქციის და მოკლე გზავნილის მიტანის გაცნობის და გარდა პოლიტიკური ხელმძღვანელების გაცნობისა, იმ ადამიანების სწორი გაგებით, იმ ბიუროკრატიის მომავალის გაცნობის, ვინც იქნება დაკავებული საქართველოს საკითხით. მაგრამ მე გადავუხვი ახლა თემას, ჩვენ მქონდა გუშინ კიდევ ერთ წვეულებაზე შესაძლებლობა, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თავმჯდომარის ჯონსონის გაცნობა შეგვეძლებოდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილმა ის წინა დღეს გაიცნო და ესაუბრა. და ამ საუბრისას, რომ საქართველოს საუბრობდით, მან თვითონ გითხრა, რომ გუშინ შეხვდა ჩვენ პრეზიდენტს და აღსანიშნავია, რომ მას ნანახი ჰქონდა Fox-ზე მისი გამოსვლა და თვითონ პრაქტიკულად გითხრა, რომ თქვენ პრეზიდენტი გავიცანე, მე უყურე Fox-ზე და ინგლისური ფრაზა ეხმარა ცნობილი, რომ ძალიან კარგად გამოიყენა მან ეს ეთერი. რატო ამახვილებ ამაზე ყურადღებას? ერთი ეთერი, ან ერთი ფრაზა, ან ერთი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, არ არის ის, რაც საქართველოს ბედს განსაზღვრავს. ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ხედვის რუქაზე, ამის გარეშე ჩვენი რისკები იმ უზარმაზარი საფრთხის წინაშე, რაც მოდის ჩვენი მეზობელისგან, რუსეთისგან, ასმაგად იზრდება. და ამიტომ იმ პირობებში, როცა ხელისუფლება არ ყავს, რომელიც ამაზე იმუშავებს, ამის საპირისპიროდ მუშაობს, ყველა ამ ტიპის ინტერაქცია ჩვენთვის ჩვენი მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი და ამიტომ იმაჩნია, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილმა ძალიან კარგად შეასრულა ის სამუშაო, რაც ჩვენს
ქვეყანას ეს ჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ცალკე პოლიტიკური ზუსტად შემდეგ შეკითხვა უკავშირდება უკვე თქვენს აქტივობას, თქვენს მონაწილეობას ამ პროცესში. ფაქტია, რომ საქართველოს დღევანდელი რეჟიმი არათუ ვერ ავსებს ამ ვაკუუმს, არამედ პირიქით ეს ვაკუუმი შეგნებულად შექმნა კიდეც უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას შემდეგ, რაც არც ერთმა დიპლომატიურმა, პოლიტიკურმა გზავნილმა მცდელობამ ვითარების ნორმალიზაციის არ გაამართლა ივანიშვილის რეჟიმთან ურთიერთობაში და დღეს გვაქვს ის მოცემულობა, როდესაც ვაშინგტონში ქართულ ენაზე ქართველი პოლიტიკოსები საუბრობენ მხოლოდ ოპოზიციიდან, საუბრობენ მათ შორის ფორმალურად ოპოზიციიდან, თუმცა პრაქტიკულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმრავლესობის მომპოვებელი, უმრავლესობის მანდატითაც მე არ მაქვს ხედულობაში მანდატი ვინ აიღო ან არ აიღო, არამედ საზოგადოებრივი განწყობის ასახვის კუთხითაც. რა მთავარი შეტყობინებებით ხართ თქვენ დღეს ჩასული, რას ეუბნებით ტრამპის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რით უსაბუთებთ იმას, რომ ტრამპის, ასე ვთქვათ, გენერალური სურვილის ფარგლებში, რომ მან მსოფლიოში შექმნას ის პირობები შეერთებული შტატების პოზიციით, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები შეჩერდეს, ეკონომიკის ვარდა შეჩერდეს და ასე შემდეგ, აი ამ დიდ სურათში საქართველოს დარჩეს მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, პარტნიორად ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონში და არ აღმოჩნდეს ხელი შემშლელი იმ გეგმებისა, რომელიც დიდ სურათში თავად ტრამპს აქვს. დიახ, მე უბრალოდ დავაზუსტებდი, ხო, რომ არა მარტო ეხლა არ ჩანს არავის საქართველოს ხელისუფლებიდან როცა ღია დაპირისპირება, წლებია ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც აქ იმუშავებდა ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ორივე ბანაკთან, პოლიტიკურთან და ამ ბანაკების შიგნით სხვადასხვა ფრაქციებთან საქართველოს ეროვნული ინტერესების მისატანად. ჩვენი გზავნილი მოკლედ ჩამოყალიბებთ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გარდა იმისა, რომ მორალურად სწორია ქართული ხალხის თავისუფლების ხარდაჭერა და თავისუფლების ხარდაჭერა საქართველოს შიგნით, რაც პირდაპირ უკავშირდება მიმდინარე პროტესტს ქუჩაში. ამას გარდა თავისუფალ სამყაროს აქვს პრაგმატული ინტერესი, რომ ამ რეგიონში ამ თავისუფალი სამყაროს პოზიციების დასაცავად არსებობს ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის ცალსახად ნაწილი დასავლური ცივილიზაციის, არის პროდასავლური და პროამერიკული და პროევროპული კი არა, ანუ ნაწილი ამ სამყაროსი ბუნებრივი მოკავშირეა და საქართველოს დაცულობა იქნება ფაქტორი ყველა იმ აგრესიული თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებული ძალის შეკავებისა ჩვენ რეგიონში, რომელიც არსებობს. რუსეთი და მისი მოკავშირე ტირანიები, უფრო დიდი ქვეყანა, სამწუხაროდ ჩინეთი, რომელიც მისი მოკავშირეა ჩვენ რეგიონში, სხვა საფრთხეები, რომელიც არსებობს და საქართველოს შიგნით სახელმწიფოებრიობის კოლაფსი, რაც არის რუსეთის ამოცანა და რასაც ხელს უწყობს ჩვენივე ხელისუფლება, დღეს ვისაც ძალაუფლება აქვს, ჯერჯერობით სამწუხაროდ ჯერ კიდევ იქნება დარტყმა არა მარტო რა ჩვენი ტრაგედია ქართული ხალხის არამედ იქნება დარტყმა თავისუფალი სამყაროს პრაგმატული უსაფრთხოების ინტერესებისთვის. ბევრი ასპექტზე შეიძლება ლაპარაკი ხო ჩავშალოთ ეს კერძოდაში გამოიხატება ჩვენ რეგიონში სხვა პარტნიორებიც ყავს დასავლეთს, მაგრამ საქართველოს მყარი პარტნიორი საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო, როცა ჩვენ გვეყოლება იმ ტიპის ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლება აქვს და რომელიც გამოხატავს ქართული ხალხის ნებას, შეერთებულ შტატებს ვერ ეყოლება ჩვენ რეგიონში. ეს არის ჩვენი გზავნილი, არ მინდა უფრო დეტალზე აქ ვისაუბრა, შესაძლებლობა არ არის, მაგრამ აქ გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა, თქვენ გზავნეთ, რომ ხელისუფლების სახელით ლაპარაკი შეუძლია დღეს საზოგადოებას. აქ სამწუხაროდ ეს ასე ვერ არის, იმიტომ რომ ძალაუფლება დღეს ქვეყნის შიგნით არალეგიტიმურს, მაგრამ ძალაუფლების მქონე რეჟიმი არის ის რეჟიმი, რომელიც ჩვენი დღის ინტერესებს ატარებს. ამიტომ არის ამოცანა რთული, ჩვენ გვჭირდება ერთის მხრივ დემონსტრირება იმ პრობლემის, რომლის წინაშე დგას საქართველოს, ხო, ამ ტიპის რეჟიმი გვყავს, მაგრამ მეორეს მხრივ ამასთან ერთად თქმა, რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ამ რეჟიმთან დაპირისპირება ქართული ხალხის დაინახონ როგორც მათი ეროვნული ინტერესი, ანუ შეერთებული შტატების ინტერესი. ეს ორი ამოცანა გვაქვს ჩვენ, რომელიც ურთიერთკავშირშია. ამ რეჟიმის დამარცხებაში მხარდაჭერა ქართული ხალხის პირდაპირ უნდა ვთქვათ ეს, ხო? და დემონსტრირება იმითი, რატოა საქართველოს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება არის საშუალება ჩვენი ეროვნული ინტერესების მისაღწევად. თავის თავადი ამოცანა არ არის, ხო? ამის გამო ეს არ არის მარტივი ამოცანა, მაშინ როდესაც ამ ქვეყნის შიგნით თქვენ ახსენეთ, ხო, შიდა დისკუსია რაზეც არის. ბუნებრივია, ყოველთვის შიდა ამბები იკავებს პირველ ადგილს და საგარეო პოლიტიკაშიც არსებობენ სხვადასხვა
და ზოგჯერ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო შეხედულებების მქონე პოლიტიკური ჯგუფები. აქაც მართლ კოალიციაშიც, ოპოზიციაში საკაულში, ხო, რომელსაც აქვს იზოლაციონისტური ინსტინქტი. და აქ არის სწორედ უზარმაზარი დანაშაული ივანიშვილის რეჟიმის ჩადენილი წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ახლა, რომ საქართველოს მოკავშირეების ძებნის ნაცვლად და ამ არგუმენტების ცვლად მიწოდების ნაცვლად, ამისთვის უნდა იყოს აქ საელჩო, ამისთვის უნდა ემუშავა მთავრობას მთელი ეს წლები, ჩვენ გვაქვს სრული დავიწყება საქართველოს საკითხისა ხელისუფლების მხრიდან და ამას ვერ ჩაანაცვლებს ლეგიტიმური პრეზიდენტ ზურაბიშვილიც, სანამ ჩვენ ძალაუფლებაში ყავს ისეთი რეჟიმი, ვისაც ძალაუფლება საქართველოში, როგორც არის ივანიშვილის რეჟიმი. ოღონდ ის რასაც ეხლა ოპოზიციური პარტიები, ფედერალისტები ვცდილობთ და რაც პრეზიდენტ ზურაბიშვილმა ასე კარგად შეასრულა, არის ამ მარცვლის დადება. რომელსაც უნდა დავეხარდნოთ შემდგომში, როდესაც ხელისუფლებას გამოვცვლით. ეს უნდა ესმოდეს ყველას. აქ გზავნილი ივანიშვილის რეჟიმის, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, იმ ხალხის მეშვეობით, ვისთანაც ცდილობენ ვისგანაც გზავნის მიტანას, არის არა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინ წაწევა. არა ის, რომ საქართველოს აი რაზეც აქ ვისაუბრეთ, რომ არა იმ არგუმენტების მიწოდება, რატო არის საქართველოს ნატოში გაწევრიანება, საქართველოს უსაფრთხოება, ამერიკასთან ურთიერთობა, თავისუფალი ვაჭრობა და ამ შემდეგ მნიშვნელოვანი მათთვის ამერიკისთვის ეს არის, ხო, რასაც უნდა შეებოდეს ნორმალური მთავრობა. არა, მათი გზავნილი არის ერთ-ერთი, რომ თავი დაანებონ. რომ ჩვენ დაახლოებით იგივე გზავნილებს, ვინცაც საქართველოს საზოგადოების ნაწილის სისტემაში შეყვანა ცდილობდნენ, რომ ჩვენგან პრობლემა არ გიქნება და არ შეგაწუხებთ. ოღონდ ჩვენ თავი დაგვანებეთ. ჩვენ ანუ ივანიშვილს ამ შემთხვევაში პერსონალურად მასზე აქვთ ყველაზე დიდი დარდი ბუნებრივია იმ ხალხს, ვისი გზავნილი ჩვენ შევიტყვეთ. ამაზე უფრო მკაფიო მოღალატეობრივი ამოცანა რთული წარმოსადგენია. რომ შენი ქვეყნის ინტერესებს კი არ ლობირებდე, არამედ იზახდე რომ თავი დაგვანებეთ და ჩვენ არ შეგაწუხებთ. და არ შეწუხება ნიშნავს ჩვენ დატოვებას პირისპირ რუსეთთან მარტო. კი ბატონო, ვასია, სწორედ და სწორედ ამითაც არის განპირობებული ის მანამდე მასშტაბისა და უწყვეტობის თვალსაზრისით უპრეცედენტო ტალღა პროტესტისა, რომელიც გრძელდება დღესაც, ხო? თბილისში საქართველოს ვისარგებლო შემთხვევით, რომ თავარი ფაქტორი. ის გამოც ოპოზიციურ პარტიებს. კი ბატონო, პრეზიდენტ ზურაბიშვილს გვაქვს საშუალება. ბრო, დაგვიანებით რადგან მოდის ვისარგებლოს შემთხვევით კითხვა ჩამოვაყალიბებ და გაგვივლდება ჩვენი კომუნიკაცია, რომ ეს ცნობილი ესე ვთქვათ ფორმულა, რომელიც გამოითქვა, რომ შიგნით აქციები, გარედან სანქციები. ხო, შეიძლება ითქვას, რომ აქციების ნაწილში ქართული საზოგადოება ძალიან პირნათელი არის საკუთარი მოვალეობისა და ქვეყნის მომავლის წინაშეც. აი სანქციებთან მიმართებაში თითქოს იყო რაღაცა გარკვეულწილად რაღაც ეტაპზე უფრო მეტი მოლოდინი, შემდეგ სანქციების თვალსაზრისით თითქოს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, მათ შორის ახლა ველით უკვე ბრიტანეთის მხრიდან ძალიან აქციების პაკეტს, რაზე რეაქციაც ამაზე კომენტარიც მინდა თქვენ გთხოვოთ, ხო? ბრიტანეთის მზე რომ უნდა ჩაესვენოს ამ გადაწყვეტილების ივანიშვილის და ოცნების აზრით, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კუთხით. უშუალოდ ივანიშვილის დასანქცირების კუთხითაც ძალიან საინტერესო ფორმა არის შერჩეული ამ სანქციების პაკეტის, როდესაც დარჩა კვლავ შტაბეშტილება, რომ მისთვის დაეტოვებინათ შესაძლებლობა ასე ვთქვათ, სწორი ნაბიჯების გადადგმის, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. ელით თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სიტუაციის ასე შენარჩუნების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის, ჟურნალისტების ციხეებში გამომწყდების და ბევრი სხვა მიზეზის გამო, რომ ეს სანქციები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება, გამძაფრდება, რაც მოახდენს გავლენას საქართველოში უშუალოდ უკვე რეჟიმის მდგრადობაზე. პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ როცა ადმინისტრაცია იცვლება, სანამ მოხდება დაკომპლექტება ახალი გუნდის, მთლიანად სწრაფი გადაწყვეტილებები ძალიან იშვიათად მიიღება ახალი. ხო და მით უმეტეს, რომ შენივე ხელისუფლების, ვისაც ძალაუფლება აქვს ივანიშვილის რეჟიმის წყალებში წყალობით, საქართველოს აქ არ იყო თავარი განხილვის საკითხი, ხო? ანუ ეს არ იყო, როცა მთავრობა არ ხავს, ვინც ამაზე მუშაობს, შეუძლებელია, რომ
თავისთავად მოხდეს ისე რომ მთავარ საკითხებს შორის იყოს პირიქით იგნორირებას ცდილობდა ამ საკითხების ჩვენივე ხელისუფლება. ამიტომ პირველად ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს რომ თუ რამე პროგნოზის გაკეთება შეიძლება და მე ცდილობ ხოლმე რომ თავი შევიკავო, როცა არ გიჩინავს ხელში რაღაცა კარი საფუძველი პროგნოზები აკეთო, მაგრამ ამაზე კი შეგვიძლია თქვა რომ დრო დაჭირდება, როგორც წესი თვეები ჭირდება ხოლმე ახალი გუნდის ჩამოყალიბებას, ამჯერად იმის გამო რომ უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს ორივე პალატაში, ამ შემთხვევაში სენატია მნიშვნელოვანი. ხო, სენატში მტკიცდება, მაგრამ ზოგადად პოლიტიკური ვითარება ისეთია, რომ ამ პარტიას აქვს უპირატესობა, უფრო სწრაფად წავა ეს პროცესი ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა, მაგრამ მაინც ეს არ იქნება რამოდენიმე კვირის საკითხი. და მე ადრეც თქვენ ეთერში მქონია ამას დისკუსია, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ჩემი აზრი გაუზიარო ყველას, ვისაც ეს კითხვა აქვს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ესე დამოკიდებული იმაზე, ჩვენი პარტნიორები, თავისუფალი სამყარო, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომ სანქციებზე. ის რაც მოხდა უკვე აქამდე ჩვენი ხელისუფლების დასანქცირების თვალსაზრისით, საკმარისზე მეტი განაჩენია პოლიტიკურად. რა თქმა უნდა, არსებობს უზარმაზარი რესურსი შემდგომი წნეხისა, რაც თქვენ სწორად აღნიშნეთ, ოღონდ ჩვენ გაცვლა იმაზე არ უნდა გქონდეს, რომ აი ხვალ ამას მიიღებენ. ამ მოლოდინზე დაждდომა შემდეგ შეიძლება იქნას გამოყენებული ქვეყნის შიგნით პროტესტის წინააღმდეგ განწყობილებების გასაღუებლად, რომ აი არ დადგა სწრაფად შემდგომი სანქციები, ესე იგი საქმე ცუდად არის. არა, ჩვენ ქვეყნის შიგნით ამ პროტესტის გაგრძელებით და შეუქცევადობით ამ პროტესტის ვქმნით წინაპირობებს რეჟიმის მორხევისა პირველ ქვეყნის შიგნით და ჩვენი ყველა პარტნიორის და ყველასთვის სტრატეგიული ინტერესი აქვს დამატებითი არგუმენტისა, რომ გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები იმ რეჟიმის წინააღმდეგ, ვინც უპირისპირდება ქართულ ხალხს, ჩვენ თავისუფლებას, ჩვენ სახელმწიფოებრიობას და თავისუფალი სამყაროს ინტერესებს ჩვენ რეგიონში. ამ მიმდევრობით უნდა იყოს. ამიტომ მე არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ გარდა იმისა, რომ სწრაფ რაღაც შემდგომ ნაბიჯებს, როცა ახალი ადმინისტრაცია ყალიბდება, არ შეიძლება რომ ველოდოთ. კარგი იქნება თუ მოულოდნელად სხვანაირად მოხდება რამე, ხო და იმედი მაქვს არა პირიქით, მაგრამ როგორც წესი ეს ასე არ ხდება ხოლმე. ჩვენ რაც ამ ვიზიტის დროსაც იყო ჩვენი ამოცანა ფედერალისტების და ყველასი იმედი მაქვს, ვისაც ჰქონდა ინტერაქცია და რაც ნამდვილად ვიცი პრეზიდენტ ზურაბაშვილის იყო სწორედ ამ ჩარჩო გზავნილის მიტანა. საქართველო არის მნიშვნელოვანი, ქართული ხალხი მორალურად იმსახურებს და პრაგმატულად თავისუფალ სამყაროს ინტერესებში არის. აქ თავისუფალი ქვეყნის დასავლური ცივილიზაციის ფორპოსტის არსებობა და მისი დასავლური უსაფრთხოების ხოლგიშქვეშ ყოფნა, მაგრამ დღეს ყავს ხელისუფლება, რომელიც საფრთხეს გვიქმნის ჩვენ და საფრთხეს უქმნის ამერიკის და თავისუფალი სამყაროს ინტერესებს ამ რეგიონში. ეს არის ის გზავნილი, იმიტანაც მოხერხდა ჩემი აზრით იმ რესურსით, რაც ამ შეხვედრებმა მოგცა ჩვენ ყველას და ეს არის მნიშვნელოვანი მომავალში ამ პროცესის გასაღრმავებლად და ამ ურთიერთობების გასამყარებლად. ოღონდ ხელისუფლების იმისი, ვისაც ძალაუფლება აქვს შეცვლის გარეშე, ჩვენ ეროვნულ ამოცანებს ვერ მივახცევთ. ეს ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის, რაც პირველ რიგში საქართველოს შიგნით ხდება. ამიტომ ვერანაირ პროგნოზებს ვერ გეტყვით, კიდევ ხოლმე გითხრათ, ზეგან მასზე რა იქნება, უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ესე სწრაფად შემდგომი ნაბიჯები არ გვექნება, მაგრამ ის წნეხი, რაც უკვე არსებობს შეერთებული შტატების მხრიდან, მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის დღეს ივანიშვილს პერსონალურად და მის რეჟიმს. ეს ცალკე აღებული არ არის საკმარისი ხოლმე ხელისუფლების შესაძლებლად. ამისთვის აუცილებელი არის ქვეყნის შიგნით გაფართოება და შეუქცევადობა პროტესტის მიასწრებად. ხება გაერთიანებულ სამეფოს და ინგლისს. ხო, რა თქმა უნდა, ფინანსურ მე არ გახლავთ ექსპერტი, მაგრამ ყველამ ვისაც ზედაპირული ცოდნაც კი აქვს ამ სფეროში იცის, რომ ის სანქციები, რომელსაც გაერთიანებულ სამეფო განიხილავს ახლა იმ ბიზნეს სუბიექტების მიმართ, რომელიც დაკავშირებულია ევენშულის რეჟიმთან, დამატებით უზარმაზარი ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ტკივილის მიმყენებელი იქნება ივანიშვილისთვის. და ის რეაქცია აბსურდული სამარცხვინო განცხადებებით, რომლის სიტყვას თქვენ მოახდინეთ ჩაესვენა მზეო და ამ შემდეგ, ამით არის გამოწვეული სწორედ ეს ხალხი ხო ივანიშვილს ელაპარაკებიან, ხო, როცა განცხადებას აკეთებიან, მათთვის არც ქართული საზოგადოება არსებობს, არც თავისუფალი სამყარო, გულისხმობ პარტიულ განცხადებებს ოცნებს. ივანიშვილს აჩვენებენ, რომ აი როგორი აღშფოთებულები არიან, იმითი რა ტკივილსაც მიაყენებს, მაგრამ ყველაზე უფრო მთავარი არის ის, რასაც ერთხელაც გავიმეორებ და რაც უნდა ესმოდეს ყველა ადამიანებს, ვინც შეიძლება კი არა, ჩემგან განსხვავებულად ფიქრობს ბევრ რამეზე და მათ შორის ივანიშვილის რეჟიმზეც არ აქვს ის შეფასებები, რაც გვაქვს მე და თქვენ, ან ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს. ხელისუფლება, ხელისუფალი, რომელიც ღიად ქვეყნის ინტერესებზე წინ თავის პერსონალურ ქონებას და ფულს აყენებს, რომელიც ჩვენ რესურსს ხარჯავს იმისთვის,
რომ უთხრას ჩვენ მოკავშირეებს, რომ შეგვეშვით. არაფრით არ შეგაწუხებთ საქართველოს ინტერესებისთვის. ოღონდ მენ უმატკენთ. ეგ არის რომ დაწერო რა არის ღალატის განმარტება, ამას ქვია ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი. ხო, ასეთ სარისკო დროში ჩვენთვის, როგორც თქვენს აღნიშნეთ კითხვაში, როცა მიმდინარეობს დისკუსია, რომელი ფრაქცია გაიმარჯვებს შეერთებულ შტატებში საგარეო პოლიტიკური ხედვის თვალსაზრისით. აი, ჩვენ ახლა ვისაუბრეთ არსებული ვითარების შეფასებაზე, ასევე იმაზე, რა მოგვიყვანა ამ ვითარებამდე და ბოლოს ალბათ იქნება მნიშვნელოვანი ამაზე ხშირად ვისაუბრია ჩვენ, მაგრამ მაინც ვაშინგტონიდან აი ამ ბოლოს შეხვედრების, განწყობების გათვალისწინებითაც უთხრათ ქართულ საზოგადოებას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუნდაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და ამერიკული პოლიტიკური ელიტის საქართველოსთან მიმართებაში კონგრესის, სენატის კონსენსუსის პირობებში, თუკი ჩვენ მოახერხებთ მშვიდობიანად მნიშვნელოვან პოლიტიკურ ტრანსფორმაციას, გარღვევას, ქვეყანას ეყოლება მოსახლეობის ნდობის მანდატით აღჭურვილი მმართველობითი სისტემა, კოალიციური მთავრობა, რას მიიღებს ამით საქართველო და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა? ჩვენ მივიღებთ რეალურ ისტორიულ შესაძლებლობას ამ შემთხვევაში, რომ ის არგუმენტები, რაზეც ჩვენ ახლა მოკრეთ ვისაუბრეთ, რაზეც პრეზიდენტ ზურაბიშვილმა ამ ინტერაქციისას ისაუბრა, გავამყაროთ იმითი, რომ ვაჩვენოთ შეერთებულ შტატებს, რატო არის მათ ინტერესში საქართველოს უსაფრთხოება, თავისუფლება და კეთილდღეობა და მივიღოთ ის უსაფრთხოების ხოლგა, რომელიც დაგვიცავს ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხისგან, რომელიც მოდის რუსეთისგან და მოგცემს შესაძლებლობას, რომ სადაც ჩვენი ბუნებრივი ადგილი იყო დასავლურ ცივილიზაციაში, სადაც ყველა პრობლემის მიუხედავად, რომელიც ახლავს თან თავისუფლებას და ამ ტიპის დემოკრატიულ რესპუბლიკებს, ყველაზე უკეთ არის ადამიანის თავისუფლება, მისი შანსი ისწრაფოდეს ბედნიერებისკენ დაცული, ჩვენ როგორც იქნა აი ამ სამყაროს ნაწილი ვიყოთ, რაც იყო ოცნება მრავალი თაობის და რასაც შეწირა თავი მრავალმა თაობამ და რაზეც საუბრობდნენ ჩვენი დამფუძნებელი ადამიანები, ილია ჭავჭავაძე დაწყებული და რის გამოც დღეს ქუჩაში დგას ხალხი. ამ ყველაფრის შესრულებას, ამ ამოცანების შევძლებთ, როცა გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც ამ ნებას გამოხატავს და ეფექტურად მუშაობს ამ ქალაქში. ოღონდ ჩვენ თუ ეს შანსი არ გამოვიყენებთ, მაშინ ერთი 100-ად გაგვეზრდება საფრთხეები, სწორედ ის საფრთხეები, რაზეც სპეკულირებს ივანიშვილის რეჟიმი, ომის საფრთხე, მსხვერპლის, ეგ ყველაფერი გაგვეზრდება, თუ დღეს დავჭით ამ რეჟიმის, ვისაც ძალაუფლება აქვს, ამ არა. და იმისთვის, რომ ეს რეჟიმი დაავმარცხოთ, პოლიტიკური პროტესტის გაგრძელებასთან ერთად, უნდა გადავლახოთ ის კრიზისიც, რომელიც პოლიტიკურ ძალებს გვაქვს ქვეყნის შიგნით. ეს აუცილებელია, რომ ყოველთვის ვახსენოთ ხოლმე, ხო? რატო არის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ზურაბიშვილისთან ფიგურა არსებობს ყველა განსხვავებების მიუხედავად, რომელიც წარსულში მე პირადად ან ჩვენ პოლიტიკურ ძალას მასთან მქონია და რაზეც შეიძლება აზრიც არ შეგვიცვლია მრავალ მათგანზე. იმიტომ რომ მან მოახერხა, რომ ეს მანდატი მას ჰქონდეს. ოღონდ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, მანამ სანამ ჩვენ ყველას საკუთარ თავსაც გულისხმობ, სხვადასხვა მიზეზების გამო არ გვაქვს ქვეყნის შიგნით ისეთი მყარი პოზიცია იმ ხალხთან მიმართებაში, ვინც ქუჩაში დგას, მათი მხარდაჭერის თვალსაზრისითაც, რომ წარმატებით წარმოვადგინოთ მათ ინტერესი. ეს გამოსასწორებელი გვაქვს ქვეყნის შიგნით და ამას გამოასწორებს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად ახალი არჩევნები და გადაწყვეტვა თვითონ პოლიტიკურ სისტემაში, პოლიტიკურ კლასში. მადლობა გიგა. თავისუფალი კონკურენციის სახით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც უკვე საქართველოში თქვენი დაბრუნების შემდეგაც გავაგრძელებთ საუბარს. კი, ოღონდ სარგებლობ ამ შემთხვევაში, რომ ეხლა ეს თქვა, მადლობა შესაძლებლობისთვის. კიდევ ერთხელ მე მგონია, რომ ამ ვითარებაში, ამ რთულ ვითარებაში, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანა ჩააყენა, ის რაც დღეს ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს ჩვენ საკუთარ თავთან, ჩვენ ყველა თანამოქალაქისთან არის, რომ ამ ინტერაქციის შესაძლებლობა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ჩვენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს დღეს მოგვცა იმ პროტესტმა, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს. და ამიტომ არის საყრდენი ჩვენთვის ამ პროტესტის გაგრძელება და გაფართოება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებამდე. მადლობა გიგა ბოკერია, ფედერალისტების ლიდერი, ვაშინგტონიდან გვერდებოდა.